სამშვიდობისა თქვენ უყურებთ პოსტ-ანალიტიკას, მე ზვია დავალიანი ვარ, ჩვენ ვსაუბრობთ მიმდინარე აქტუალური საშინაო და საგარეო პოლიტიკური თემების შესახებ. მას ასე, საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას აჩერებს, რადგან ასამბლეის მიერ წამოყენებული ულტიმატუმები და კერძოდ ახალი არჩევნების ჩატარება არასამართლიანია და ლახავს საქართველოს სუვერენიტეტს. მიგვაჩნია, რომ იქამდე სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, ხოლო განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს. ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ცნო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება, მაგრამ იმ დათქმით, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს. საქართველოს როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად, ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ. აცხადებენ მართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში ასევე გამოთქვამენ იმედს, რომ ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ასევე ადრე თუ გვიან საღი აზრი აუცილებლად გაიმარჯვებს ბრიუსელშიც და ამის შემდეგ საქართველოს დელეგაცია განაახლებს მუშაობას პასეში. და მაინც, რატომ ზეიმობს რადიკალური ოპოზიცია და ვინ აძლევთ მათ დავალებებს საზღვარგარეთიდან? რა კავშირშია უკრაინა საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან და ვინ და რატომ არის დაინტერესებული საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებით მაშინ, როცა არჩევნების გაყალბების მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს და არც არავის წარმოუდგენია. სწორედ ამას გავარკვევთ ჩვენ დღეს პოსტ-ანალიტიკაში. ჩვენი სტუმარი კი საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება. საღამშვიდობის ბატონო ირაკლი, მადლობა მობრძანებისთვის. საღამშვიდობის. ბატონო ირაკლი, მოდი პირველ რიგში შევაფასოთ გადაწყვეტილება, უკვე ჩვენი ქართული მხარის, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება. ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებად, მაგრამ წყვეთ ასამბლეაში მონაწილეობას, მუშაობას, მანამ სანამ არ შეწყდება ესეთი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება და შანტაჟი. შეიძლება თუ არა ეს შევაფასოთ, როგორც გადაწყვეტილება, რომელმაც მოუჭრა შანტაჟის გზა და საშუალება იმ ძალებს, რომლებსაც სურთ საქართველოში სხვა ხელისუფლების მოყვანა, ომის პარტიის მოყვანა, პირდაპირ რომ ვთქვათ. დიახ, აქ მიზანი აი ამ ასე ვთქვათ, თელი რო იტყვიან პროცესისა, რომელიც საპარლამენტო ასამბლეაში წარიმართა, იყო ის, რომ რამენაირად ეიძულებინათ ხელისუფლება აი ესეთი შანტაჟის გზით წასულიყო ისეთ, ასე ვთქვათ, ნაბიჯზე, რაც ქვეყანას ფაქტობრივად სუვერენიტეტის შელახვას და დაკარგვას ნიშნავდა და რატომ ამას მოგახსენებთ. იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ამით იწყება კონსტიტუცია და ეს წყარო ხელისუფლებისა თავის, ასე ვთქვათ, არჩევანს აკეთებს არჩევნებზე. ეს არჩევნები ჩატარდა და ევროპიდან უპრეცედენტო რაოდენობა დამკვირვებლები ესწრებოდნენ სხვათა შორის ამ არჩევნებს და ვერავინ ვერ დადო ვერც ერთი ფაქტი და ვერც ერთი ლოგიკური თუ გნებავთ არგუმენტი ან დაწკნა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ან გაყალბდა, ან არჩევნებს ახლდა ისეთი სხარვეზები, რომელსაც შეიძლებოდა რაიმე სახით მეტნაკლები ზეგავლენა მოეხდინა ამორჩევლის არჩევანზე. ამავდროულად წინა საარჩევნო პერიოდშიც ეუთო ოდირის შესაბამისი ორგანიზაციის შეფასება იყო, სადაც სიტუაცია სწორედ პოზიტიური კუთხით იყო მათ მიერ შეფასებული, გარდა იმ პოლარიზაციისა, რაც თვითონ აი ესეთი ძალების მხრიდან არის, ასე ვთქვათ, ნაკარნახევი. აქ მთავარი რამ სწორედ ეს არის, რომ ხელისუფლება, რომელსაც ქართველი ხალხი ირჩევს ბოლო, რო იტყვიან 12-13 წლის განმავლობაში, წინა პლანზე აყენებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. და ამ ეროვნული ინტერესებით სურს ქვეყნის განვითარება და მათ შორის ევროკავშირთან დაახლოებაც. და ამ მიმართულებით ჩვენმა ქვეყანამ ძალიან კონკრეტული შედეგებიც დადო. მაგრამ ომის დაწყების შემდეგ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძალიან გაიზარდა ზეწოლა საქართველოზე და ეს ზეწოლა სწორედ მიმართული იყო იქითკენ, რომ საქართველოსგან არ იყვნენ კმაყოფილნი იმით, რომ ჩვენ დავგმეთ რუსული აგრესია მხარი დაუჭირეთ უკრაინას, საერთაშორისო სანქციების აღსრულება შეუერთდით და ასე შემდეგ,
მოკლედ ითხოვდნენ ეს უკვე ბევრჯერ თქმულა, რომ საქართველოს ყოფილიყო რადიკალურ დაპირისპირებაში შესული რუსეთთან, ჯერ თუ გნებავთ ეკონომიკური სანქციებით, მერე აქედან მოხალისეების უკვე სამხედრო წესით ოფიციალურად გაგზავნით, შეიარაღების გაგზავნით და მოწოდებებით ეხლა პოდოლაკი რო გადაირჩა აქ ცხრის ქურქი და არ იყო ეგ ხო ბაქეს ჩანაწერები ხო უყურებდით ტელევიზორში ისევე როგორც ბატონი გონჩარენკო და მოზღურავდა საპარლამენტო ასამბლეიდან რომ გონჩარენკოს სიტყვები ხო გახსოვთ პოდოლაკიც მოუწოდებდა მაგრამ პოდოლაკი არესტოვიჩი არც ერთი არ გონჩარენკომ ახლა გუშინ საერთოდ საკუთარ თავს გადაახტა და ეგ არისო ეგ რომ მოიხსნა რა ქვია გიორგიევსკი გვარდიეს რა ქვია ლენტა და დაიწყო დამოძღვრა საქართველოსი რომ ეხლა ჟამი არის ცხინვალში და აფხაზეთში გასეირნებისო დაქოქეთ ბეტერებიო ხო აი ეს ხალხი არია მოკლედ აქედან გამომდინარე ამ არჩევნებზე მათ ჰქონდათ დიდი იმედი რომ მათთვის სასურველ აქაურ შინაურ ომის პარტიას მოიყვანდნენ ხელისუფლებაში ამიტომ ჩართულები იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში დაარღვიეს დემოკრატიას, დიპლომატიას, სუვერენიტეტის ისეთი, ასე ვთქვათ, გაშმაგებული ჩარევა ჰქონდათ ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ხალხმა გააკეთა ის არჩევანი, რაც არჩევანიც დადგა. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ესენი არ ეგუებიან ამ დამარცხებას, იმიტომ პირად დამარცხებათა აქვთ ეს აღქმული და რა თქმა უნდა, აქაური, ასე ვთქვათ, რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით ცდილობენ სიტუაციის ამტუტებას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იყენებენ ყველა პლატფორმას, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ ვითარების დაძაბვა. ეხლა განსაკუთრებით შეიცვალა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ და ჩვენ ხედავთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში რაიმე სახის ზეწოლა, მუქარა, ჩარევა ან ახალი ქარდები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსაგან ახალი ლოზუნგები აღარ ისმის. ხო, იმიტომ იქ პოლიტიკა შეიცვალა და ის ადამიანები რიანთ ამბობენ, რომ როგორც ამერიკა ფიქრობს პირველ რიგში თავის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, ისე უნდა იფიქროს კანადამაც თუ საქართველომაც თუ ნებისმიერმა სახელმწიფომ ჯერ თავის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე და მერე რა თქმა უნდა ამ ეროვნული ინტერესების შეთავსება გარშემო, ასე ვთქვათ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ამიტომ აქ მიდგომა შეცვლილი არის. მაგრამ ბრიუსელის ბიუროკრატიაში ეს ჯერჯერობით ძველი მიდგომა ბატონობს და ჩვენ ხედავთ ახლა განსხვავებას იგივე უკრაინაში ომის დამთავრებასთან დაკავშირებით. ვაშინგტონის პოზიცია განსხვავებული არის, ბრიუსელის და ზოგიერთი ევროპული ლიდერების პოზიცია ჯერჯერობით ძველ რო იტყვიან ტალღაზე რჩება, ჯერჯერობით ესეც. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს ამ ძველი ტალღის რო იტყვიან ხმაური გვესმის ევროპაში საქართველოსთან მიმართებაში. და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ თუ ანალიზს გავაკეთებთ, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე 2012 წლის შემდეგ, მაშინ ამის შემდეგ მოხდა ხო ყველაფერი, ხელშესახები თუ რამე მოხდა. ყველა მათი ვიზიტი უცხოეთში, ყველა რეზოლუცია, სადაც ისინი რო იტყვიან თანამონაწილეობას იღებდნენ, მიმართული იყო, რომ არ მისცეთ საქართველოს, არ ეკუთვნის საქართველოს, არ დაუშვათ, რომ საქართველოს რაიმე სიკეთე, ასე თქვა, შეხვდეს. და ეხლა ხო ჩასულები იყვნენ იმისთვის, არა მარტო ჩასულები იყვნენ, აგერ მე უკრაინა ვახსენეთ და უკრაინა და პირდაპირ ტელევიზიის წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, როგორც ჩანს, მას ეს უთხრა უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა და მან გაიმეორა პირდაპირ ეთერში, რომ ქართული ოპოზიცია და უკრაინის დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეაში იყვნენ ავტორები აი ამ რეზოლუციის, რომელიც მიიღო საპარლამენტო ასამბლეამ და რომელიც არის შეურაცხყოფილი ბუნებრივად. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს იყო, რო იტყვიან ომის პარტიის ერთ-ერთი ბოლო გაბრძოლება იმისათვის, რომ საქართველოში სიტუაცია არიო. ანუ ამით ახლა მათ რა უნდათ რომ მიეღწიათ? უნდათ მიეღწიათ, რომ საქართველოს დელეგაცია, ასე ვთქვათ, მოეტყულებინათ, ვითომ ჩვენ აი გიღიარეთ თქვენ უფლებამოსილება, ჯერ ესეთი რომ აღიარეს, ამით ფაქტობრივად აღიარეს ის, რომ არჩევნების შედგა. მაგრამ აი ამ საკენკის გადმოყრით უნდათ მათთვის სასურველი მიზნის მიღწევა, რომ აპრილში უკვე უნდა დაიწყოთ ახალი არჩევნების ჩატარებაზე კონკრეტული თარიღის დასახელება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ არც პოდოლიაკს და არც ნებისმიერი ომისა და
ნებისმიერი შეთქმულების პარტიას, რომ საქართველოს სუვერენიტეტზე, ქართული ხალხის არჩევანზე და ზოგადად დემოკრატიაზე აი ესეთი ზემოქმედება მოახდინონ. ეს არის შეტევა დემოკრატიაზე, ეს არის შეტევა ქვეყნის სუვერენიტეტზე, ეს არის შეტევა ხალხის არჩევანზე. და მე ერთ რამესაც გეტყვით, მიუხედავად იმისა, თუ იქ ასე ვთქვათ რახმებიც დადგა, რეალური სურათი იქ უკვე შიგნითაც სხვანაირია, იმიტომ რომ ადამიანები ხვდებიან, მათ შორის ვინც ხელს უწევდა აი ამ სამარცხვინო რეზოლუციას საქართველოსთან დაკავშირებით, ისინი ხვდებიან, რომ არიან ღრმა მანიპულირების, ასე ვთქვათ, უკვე ობიექტები და მათი დამოუკიდებელი სუბიექტობა ფაქტობრივად დაკარგულია. იმიტომ ზიან გაშეშებული სახეებით ვერც ერთ კონკრეტულ არგუმენტს ვერ ასახელებენ თუ რატომ იყო ამ ქვეყანაში არჩევნები ვითომ და გაყალბებული, მაგრამ თვალებს ხუჭავენ, ყურებს იბრმავებენ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მათ წართმეული აქვს საკუთარი პოლიტიკური ნება. ვერც ერთმა ვერ შესძლო რეალურად ევროპაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებზე, არა მარტო საქართველოში, ხმის ამაღლება. იმიტომაც არის, რომ ევროპაში ეხლა ერთი მეორეს მიყოლებით სწორედ ალტერნატიული პოლიტიკური ძალები მოდიან წინა პლანზე. სწორედ მაგიტომ, რომ ის პოლიტიკური ელიტა, ნელ-ნელა ხალხი ხედავს, რომ ეს პოლიტიკური ელიტა ფაქტობრივად მანიპულაციას დაქვემდებარებული პოლიტიკური ელიტებია და მათი ჩანაცვლების, ასე ვთქვათ, რო იტყვიან ჟამი, თვითონ ევროპელი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის გადაწყვეტილებით ეს პროცესი ფაქტობრივად მიმდინარეობს. ასე რომ, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, ცუდია, მაგრამ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ. ან ჩვენ დავდგებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების სათანადო დაცვას, ასე ვთქვათ, რო იტყვიან სადარაჯოზე, ან უკრაინის ბედი ძალიან ადვილად შეიძლება თითქოს და ომის მიწურულს ჩვენს რო იტყვიან თავზე დაგვატყდეს. აქედან გამომდინარე, დიდ ომის პარტიას ეს ადვილად არ სურს ომის დამთავრება. ის ეცდება, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ომის დამთავრების აი ამ შესაძლებლობას, რაც ახალი ადმინისტრაციის მოსვლით შეიქმნა, ამიტომ მათი მცდელობა, რომ აქ სიტუაცია ააყირაონ, მოიყვანონ აქაური ფილიალი რადიკალური ოპოზიციისა, რა თქმა უნდა, ეს მცდელობის ერთ-ერთი ბოლო გამოვლინება იყო ის, რაც ამ 2 დღის წინ მოხდა სტრასბურგში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით, ჩვენი პოზიცია სავსებით სამართლიანია, პოლიტიკურად საღია, ემსახურება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს და ვიმეორებ ის, რომ საქართველო აი ამ 2-3 წლის განმავლობაში ესე მკაფიოდ დაიჭირა თავი, დაიცვა სუვერენიტეტი, ქვეყანას არის და ომი, ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება კი მომხდარიყო ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ნამდვილად სრული კატასტროფით დასრულდებოდა არა მარტო ადამიანურ დონეზე, სახელმწიფოებრივ ისტორიულ დონეზე, ეს ჩვენ შევძელით. ამიტომ ამას შესაბამისი დაფასება ექნება არა მარტო ქართველი ხალხისგან და აქვს კიდევაც ამას არჩევნების შედეგი მიგვაჩვენებს, არამედ ამას შესაბამისი დაფასება ექნება ეს დროც მოვა მათ შორის ევროპაში და ევროპელი ხალხის მიერ. აი ეს მინდოდა ზუსტად მეკითხა. ჩვენ გვახსოვს როგორ ველოდებოდით, მე პირადად ველოდებოდი ასევე დიდი ინტერესით დონალდ ტრამპის ინაუგურაციას, ბოლომდე მქონდა რაღაც ისეთი გვეშინოდა პირდაპირ გეტყვით, რომ ეს კაცი შეიძლება მოკლან პირდაპირ რა არ ესროლეს თუ არ სადეს ორჯერ სადეს მკვლელობა, ხო? ჯერ მანამ სანამ დაიკავებდა პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად. 20 იანვარიც დადგა და ამერიკა შეიცვალა. ტრამპი აჟღერებს მესიჯებს, რომელიც ერთ-ერთში თანხმდრაშია ჩვენს პოლიტიკასთან, ჩვენს იდეოლოგიასთან, იმასთან, რისთვისაც ჩვენ გვაკრიტიკებდა დასავლეთი და მათ შორის ამერიკის საელჩო. და ევროპა აბსოლუტურად გეთანხმებით, ჯერ ისევ ძველ ტალღაზია და ამ ძველი ტალღების ხმაური გვესმის. როდის შეიძლება ევროპაში დაუბეროს ამ ახალმა სიომ, ცვლილებების სიომ და იმ ტალღაზე გადმოერთოს ევროპა, რაც უკვე არის თავარი მეინსტრიმი, რადგან ამერიკა აძლევს მაინც დასავლურ სამყაროს ტონს, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები არის დასავლური სამყაროს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო და აქედან გამომდინარე ლიდერიც და როგორ ფიქრობთ, რა დროს შეიძლება ამას დაჭირდეს? არ ვიცი, ხა მაგალითად გერმანიაში სამთავრობო კრიზისია აშკარა
და ეს გერმანიის ელჩი, რომელიც აქ ჩვენ გვასწავლის ჭკუას, მე ურჩევდი მას, რომ თვითონ მის ქვეყანაში რაც ხდება, იმ მოვლენებს მეტი ყურადღება დაუთმოს. მაგრამ, თავის საქმე თვითონ იცის, როგორც თავის სინდისი უკანახებს, ისე გააკეთოს, მაგრამ ჩვენ რაც გვაინტერესებს პირველ რიგში ის არის, აი ეს ძველი ტალღების ხმაური როდის შეწყდება. აი ნახეთ როგორი არის აქ სიტუაცია, მე რას ვფიქრობ. ანუ ევროპაში ჯერჯერობით ეროვნულ დონეზეც და ევროკავშირის ბიუროკრატიის დონეზეც არის ის ძალები, რომლებიც მოყვანილი არიან ადრე და რომელთა პოლიტიკაც უკრაინასთან მიმართებაში თუ ომთან მიმართებაში ნათელია. მათ შორის გაფართოების პოლიტიკაც რო ავიღოთ, ხო? ეს გაფართოების პოლიტიკა მე ხშირად არგუმენტირებულად უკვე მაქვს გარკვეული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ რეალურად გაფართოება კი არ ასურთ. უბრალოდ ეს თემა არის ერთგვარი სატყუარასავით მათ ხელში, რომ შემდეგ მანიპულირება და შანტაჟი განახორციელოს შენზე. იმიტომ რომ შენ თუ რეალურად დაინტერესებული ხარ გაფართოებით და გაფართოება მოიცავს, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის საუკეთესო, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების შექმნაში ხელი შეწყობას. ესენი სულ საწინააღმდეგო მოქმედებენ. ანუ გეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ უნდა რევოლუციის მოხდენის საშუალება გქონდეს. გეუბნებიან, რომ არჩევნები ჩაატარეთ ამა და ამ წესით და ვატარებთ ამა და ამ წესით. ფაქტობრივად 99%-იანი იდენტობა გვაქვს, ასე ვთქვათ, ყველა რეკომენდაციისა, საარჩევნო ასე ვთქვათ, კანონმდებლობასთან თუ ტექნოლოგიასთან თუ პროპორციულ სიებთან თუ ასე შემდეგ. მაგრამ შედეგი რო სამაგი თუ არა, სამაგათი არ არის, იწყებენ აი ამ манипуляციას, შანტაჟს და არჩევნებს აუქმებენ, როგორც რუმინეთში გააკეთეს, უბრალოდ არ მოეწონათ. რაც მოლდოვაში გააკეთეს, წააგო მოლდოვაში არჩევნები, მაგრამ თქვენს რომ საზღვარგარეთ მოიგო, ეხლა შენ არ შეიგ საზღვარგარეთ, როგორ მოიგო და რა თქმა უნდა, აქ ანალოგიური არ გამოსდით და ამიტომ რა თქმა უნდა, ცდილობენ რომ შეძლების დაგვარად რამე მაინც გარკვეულ საზოგადოებაზე, რომელიც ასე ვთქვათ, უკვე აი ზომბის პირობებშია და რაღაცნაირად საქართველოს გვერდზე აქვს გადადებული და ევროკავშირი ეს ეფიმერულად წინ აქვს წამოწეული და ვერ ხედავენ, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის გვინდა, თორე საქართველოს კი არ გვინდა ევროკავშირისთვის. აი ამას ვერ ხედავენ ეს ადამიანები, ხო? და აქედან გამომდინარე ეს ერთი და მეორე, ნახეთ რა შეასაქმე. როგორც კი სამშვიდობო პოლიტიკა რაიმე კონკრეტულ შედეგამდე მივა, ამ შემთხვევაში მე უკრაინასთან მიმართებაში ომის შეწყვეტა მაქვს მხედველობაში, მაშინვე ევროპაში მიუხედავად იმისა, ეს ელიტები როგორ და რანაირად არიან მოსული, შეიცვლიან თავისი ასე ვთქვათ მოქმედების სტილს და მიმართულებას. პირველები დაეშურებიან ეკონომიკური სარგებლის უკან მიღებას, რაც მანამდე მათ ჰქონდათ რუსეთთან ორმხრივი ვაჭრობის დროს. აი მაშინ დავინახავთ ჩვენ, რომ დღეს თუ იატაკქვეშეთად ხდება რუსეთთან გაცხოველებული ვაჭრობა და სანქციების გვერდისავლით და მათთვის საჭირო, ასე ვთქვათ, გარკვეული პროდუქტი თუ საქონელი თუ წიაღისეული, რომელიც მათ ჭირდება და ალტერნატივა ადვილი მოსაძებნი არ არის, კვლავინდებურად დაშვებულია მათთვის ევროპულ ბაზარზე შეტანა, დავინახავთ, რომ ესენი ნახავთ თქვენ თუ ეს სამშვიდობო პროცესი და ღმერთმა ქნას, რომ დამთავრდეს ეს სისხლისღვრა უკრაინაში, ნახავთ ეს ევროპული სახელმწიფოები პირველები იქნებიან, ვინც დაიწყებენ რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენაზე ზრუნვას. იმიტომ რომ მათმა ეკონომიკებმა რეცესია განიცადა. მათმა პოლიტიკურმა ლიდერებმა მათი რეიტინგები, მათივე კვლევებით, ხო, 20%-ს ქვემოთ არის. აი, ორი წამყვანი სახელმწიფო, გერმანია და საფრანგეთი, ორივე ლიდერის რეიტინგი არის 20%-ს ქვემოთ. მათივე ბოლო კვლევებით. და ჩვენი ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე ზრუნავენ თითქოს. არ ყოფილა ესეთი რამე ევროპაში, გესმით? ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. ანუ ევროპაში ხალხი ელოდება ცვლილებებს. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ სიტყვებით შეგვიძლია ალბათ დავასრულოთ, ნამდვილად გეთანხმებით, ევროპაში ხალხი ელოდება ცვლილებებს, ისევე როგორც ამერიკაში ელოდებოდა ცვლილებებს და მიიღო ეს ცვლილებები, დაიმსახურა ეს ცვლილებები და მიაღწია ამ ცვლილებებს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ირაკლი ქადაგიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, მაყურებელს შევახსენებ, პოსტ ანალიტიკა დღეს ამით დასრულებულია, გემშვიდობებით ორ შაბათამდე დროებით.